50 feet. Why don't you turn around and let them get a view from there and what the field of view looks like. Let them turn around to your right. I don't want to go into the sun if I can avoid it. That's right, Jim. ჯერ მარსზე ვერ დავიწყეთ უხეშ ტესტ-დრაივების გადაღება, მაგრამ დედამიწაზე იცოცხლეთ. დღევანდელ ვიდეოში თქვენ ნახავთ Tesla Cybertrucks. Just leave it. All right, let it sit like that and walk around it. Foundation-ი, ანუ პირველი გამოშვება Tesla Cybertruck-ი. აი ამით დაიწყო ილონ მასკის მორიგი სიგიჟე, მისი ფანტაზიის ნაყოფი. მოკლედ, საზღვრები არ აქვს მაგ ადამიანს და ყოველთვის ვიძახი ხოლმე სამეგობროში, ან აგვაშენებს და ყველას ერთად გადაგვარჩას ეგ ადამიანი, ან ყველას დაგვიმონებს. უღრმესი მადლობა პატრონს, რომ გვათხოვა ეს მანქანა, გამოგვატანა და მიხედეთ, თუ უხეშად გადაიღეთ, როგორც გაგიხარდებათო, რამდენი დღითაც გინდათო და უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ მოგვეცა საშუალება, რომ Cybertruck-ი გადავიღოთ უხეშად. ელექტროავტომობილით გვინდოდა ცოტა ისეთ ადგილას, განსხვავებულ ადგილას გადაგვეღო ეს მანქანა. ქარის წისქვილებთან მოვედით, ეს ელექტრომომარაგებისთვისაა და ქარით დაგვხვდა. ის გათიშულია, მე ვიყინები. ეს ავტომობილი მართლა რაღაცა მოსიარული ავტომობილს გავს. აი ის ფილმი მახსენდება ძველი Total Recall ქვია, შვარცენეგერი რომ მარსზე ხვდება და იქ დარბის და რაღაცებს აკეთებს. ზუსტად მაგ სტილის დიზაინია ამ მანქანას. იმდენად განსხვავებულია, რომელი კუთხით შეგახედოთ, რომ მოგეწონოთ, ან არ მოგეწონოთ, ეგეც ვერ გადავწყვიტე. ერთი შეხედვით ეს მანქანა არის ბაღში დახატული პატარა საყვარელი ბავშვის ფურცელზე დახატულ ავტომობილს გავს და რეალურად სინამდვილეშიც ეგრეა. სახელიც კი მაგას გვეუბნება, Cybertruck. ანუ კიბერმანქანა არის პირდაპირ ვიძახი და სახელიდან გამომდინარე მივესალმები ამ დიზაინს. ამას რო ერქვას და Tesla მოდელ რაღაცა Z-ი ვერ დავუმუღამებდი. მართლა სხვა პლანეტაზე მოსიარულე ავტომობილი დგას აქ. აი მართლა აი უნახკოდია აი ძველები მიხვდებიან ახლა. აი თვარისთვის გადასაადგილებელი აგრეგატია ეს ავტომობილი და დიზაინში მართლა გრუნდზე რომ გადმოვედით უკვე სხვა თვალით უყურებდი. წარმოვიდგინე წითელ პლანეტაზე ვიმყოფებოდი. უკვე იქ რაღაცა კოლონიებს ხედავდი, იქ რაღაც იქ ჩანაფიქებს, რაღაც ეს მუშაობს ხალხი, რობოტები რო დადიან, SpaceX-ის რაღაც ახალი რობოტები რო მუშაობდნენ. მაგას უკვე ხედავდი, ამ მანქანაში ხედავ მაგ ყველაფერს. მოკლედ, რა ვილაპარაკო, ერთ იმას გეტყვით, რომ ევროპაში
ოფიციალურად Tesla არ ყიდის ამ ავტომობილს, იმიტომ რომ ევროპელების რეგულაცია ვერ დააკმაყოფილა, ევროპელებმა შიქხუ არ აგავთო, თქვენ მართლა სუხუ არ გამოყენთო, აი ესეთი წვეტიანი დაბოლოებები იქ გაგიჟდნენ, ევროპელები გაგიჟდნენ. ეს რა არისო, ამით ხო შეიძლება ვიღაც მოკლაო და რეალურად მართლა იგია, ძალიან წვეტიანია. ვიდეოში ცოტა ამის გადმოცემა რთულია, მაგრამ აი ცოტა უხეშად რო წაბურძიგდე და ამას დაეჯახო, შეიძლება ხელი გაიჭრა რაღაცა იქ გადასაკერი კონდეს, ნეკნი გამოგიშდეს და ასე შემდეგ. ყველა წერტილში ძალიან ბასრი დაბოლოებები აქვს. აი აქაც აცდენილია, ხელიო გაუსვა, გაიჭრი, აქაც ჩაწეულია, ანუ ეს მეტალი უჟანგავი ფოლადია. უჟანგავი ფოლადი, რომელიც ნუ არც თუ ისე უჟანგავია, იმიტომ რომ ნათითურები რჩება, მწერები, რომლებიც წინ აკვდება ამას. თან წერია იქ მანუალში, რომ გაწმინდეთო, არ დატოვოთო ესე მწერებითო რა ეს. აი მაგალითად ეს ბუზი რომ მიაკვდა, უკვე პრობლემა არის, იმიტომ რომ მერე იწყებს დაჟანგებას. ანუ მაინც ასე თუ ისე ლაქებს იტოვებს, არ არის პრაქტიკული, ცუდია, მე ვიტყოდი რომ ცუდია, მაგრამ განსხვავებული მანქანა რომ გაეკეთებინა, ნუ რავი, გადაწყვიტეს რომ ესეთი უჟანგავი ფოლადით ყოფილიყო. მოდი, ისევ დაუბრუნდეთ ამ ავტომობილის პრეზენტაციას, როდესაც წარადგინა ილონ მასკმა ეს მანქანა, მაგაზე ლაპარაკობდა, რომ იმდენად ძლიერი მეტალისგან არისო, რომ ტყვია გაუმტარ, ანუ ჯავშან ტექნიკასაც კი შეადარა. რეალურად მართლა იჭერს ტყვიებს 9 მმ-ზე იქ საფანს უმკლავდება იდეალურად. პრეზენტაციაზე ასევე შუშებს ესროლეს მეტალის ბურთი და სამწუხაროდ გატყდა. იმის მერე ის ვინც ისროლა ეს ბურთი თანამშრომელი, იმის მერე აღარ უნახავს არავის. ნაგავს აყლაზე, ნაგს გამოასწორს, იძახია რომ გამოასწორეთო. მეტალის ბურთს ნამდვილად ვერ ვესვრი, ვერც იარაღს ვერ ვესვრი ხვის მანქანას, ვინც გვათხოვა და უბრალოდ დავჯერდეთ. სხვა ვიდეოები არის, მართლა ამის ვიდეოები ინტერნეტში ნანახის გექნება, თუ არ გაქვთ ნანახი ამის, აი ყველანაირი წამების ვიდეო დევს, რამოდენიმე იუთუბერმა აი და მანქანას ბოლომდე. ასევე არის ვიდეოები რომ ესვრიან და მანდა შეგიძლიათ ნახოთ თუ რას უძლებს, რა კალიბრს უძლებს და მე ვიტყოდი რომ ნუ მართლა მაგ მხრივ უსაფრთხოა. მაინდამაინც თუ ვიღაცამ დაგიშვა კოჭებში, აქ შეგიძლია თამამად იჯდე და წყნარად. F150-ზე ოდნავ მოკლია, რა თქმა უნდა უფრო მძიმეა და ნუ სიმძლავრე ამ მანქანას არ აკლებს. სიმძლავრეზეც რო გავივლით, რა თქმა უნდა მაგაზე ვილაპარაკებ. პრაქტიკული არის მაგ მხრივ, ღილაკებით გარედანვე იღება, ქარხნულად მოყვება, აი ეს. ეს იმდენად ყარია რომ ადამიანს შეუძლია დადგეს. ანუ ესე ძალიან კაია, იმიტომ რომ არ გაგიფუჭდება, პრაქტიკულია და რაც თავარია ქარხნულად მოყვება. ღილაკის ერთი დაჭერით, აი ესე იხსნება, განათება, აი ეს მევასება. საკმაოდ დიდი სივრცეა, ნუ ისეთი დიდი სივრცე შეიძლება ვერ არის როგორც სხვა პიკაპებში, მაგრამ პიკაპათაც გამოიყენებ. ანუ ის არ არის რომ პიკაპი ქვია და პიკაპის ფუნქცია არ აქვს. ანუ საბარგული საკმაოდ ცეთია. ნორმალურია. ეს პატარა განყოფილებას დამატებით აქვს. რაღაც პატარა ნივთები თუ შეგიძლია აქ ჩაალაგო, არ ებრახუნებს პიკაპში და ნუ ესეც მომწონს, ანუ ამასაც მივესალმები. როდესაც ეს ჯალოზი იკეტება, უკანა შუშა ფაქტიურად უქმდება, ანუ იქიდან ვერაფერს ვეყარ ხედავ, მაგრამ კარგია რომ შიგნით კამერა გვაქვს და იმ კამერით მოქმედებთ. გაღებულთაც შეგიძლია იარო, პრობლემა არ არის, მაგრამ რატომღაც ლამაზია დახურულთ უფრო. ასეთი დენსკვიტები გვაქვს, აქ შეგვიძლია შევაერთოთ, მე რაღაცებისთვის გამოვიყენოთ, გაჯეტებისთვის, ეს ელექტრო არ არის, მეგონა რომ არ ყავდა ელექტრო იქნებოდა, მაგრამ არ აუშავს. ნუ უკრინდანაც დიზაინზე ვიღაცამ იფიქრა და იმუშავა, მეთქი მოგატყუებთ, იმიტომ რომ ანუ ყველაფერი გადაჭრილი, გადმოჭრილი, ოთხკუთხედი, სამკუთხედი, მართკუთხედი და ასე შემდეგ. წვეტები გრძელდება ყველგან. აი ყველგან. ეს პლასმასები აი დაღუნული, არ ვიცი რატო. ძალიან დიდი ფორმები რო აქვს და გრძელი შეიძლება მაგის გამო არ აი აქედან გახედა სულ ტალღებშია ეს ყველაფერი. ნუ ასევე მანქანაც რო შეღებილი არ არის და რკინა არის ჩვეულებრივი უჟანგავი, ნუ ტალღები აქვს, ბევრი ტალღები აქვს. არ ვიცი რატო გაირთულეს ცხოვრება. მე უფრო პრაქტიკულობას მიმართავდი, ანუ ამ რკინის მაგივრად, ნუ რავია, ფიბერი, კარბონი, რაღაც სხვა მასალას გამოვიყენებდი, თუნდაც პლასმას, იმიტომ რომ ძალიან რთულია დაზიანების შემთხვევაში სამის შესწვა. ყველაფერი მიწეპებულია, ეს პანელები, ყველაფერი აი სილიკონით არის დაწეპებული მენა გერმეტიკით და ზოგადად თვითონაც ცოტა გაუჭირდა ცავიდან ამ ყველაფრის გაკეთება და ნუ უკვე მორგება ამ მანქანაზე. წინა განათება ეს თლიანად რაც აქვს, ესეც რა თქმა უნდა განსხვავებულია, ფუტურისტიკული არის, ანუ აი მართლა მომავლის მანქანას გავს და თლიან დიზაინში, ანუ სრულფასოვანი რო ყოფილიყო, ესეც დაუმატეს რომ თლიანად ესე ლამაზად ანათებს. რეალურად ფარები განათება ამ ავტომობილს არის ქვევით.
აი ესენი არის ფარები, აი აქედან ანათებს. ნამდვილი ფარები რო გზა გაგვინათოს არის ქვევით. ჩამალული ლამაზად, მე ვთვლი რომ ლამაზად არის შიგნით შეწეული რომ თვალში უხეშად არ გვხვდება. თვალში რაც გვხვდება არის აი ეს daylight-ი დიდი განათება. პანელები ძალიან მარტივად ძრებოდა თავიდან რო გამოვიდა. ესენის რო აი ხელთ რო გამოვკაჩო შეიძლება გავაძრო მთლიანად. თან ეს არის ერთი ანუ ლაზერზე გამოჭრილი ან მთლიანია. მიწებებული რაც არ მთლიანი, ანუ აქ თუ გამოგიძრა მთლიანად უნდა მოაძრო დაიღუნება ასევე დედამიწაზე ყველაზე დიდი საქარე მინა დააყენეს ამ მანქანაზე. აი ყველაზე დიდი, აუ აქ წვეთი ისი აქ ცხელი გაუსვი ამას. ეს საქარე მინა არც გონია რომ მანქანის აი შენობები რო შენდება ხოლმე გარედან შუშის რო არის თუ გაგიტყდა იქიდან შეიძლება ერთი დიდი ფილ აიღო შუშის და აი აქ დაადო. უზარმაზარია. საქარე მინის საწმენდი ხო საერთოდ, ანუ ამაზე დიდი საქარე მინის საწმენდი მე არ მინახავს ჯერ. აი მეთევზე სავით მიჭავ, დითელს რო დაიჭერე ხოლმე და ესე რო უჭირავს სურათისთვის, აი ეგ არის ამ შეხელი. აქაც ფლიანად რუჩკები, ანუ ბერკეტები არ გვაქვს სახელურები ამ მანქანაზე, რაც ძალიან ლამაზია, ან გილაკებია 1 და 2. ამ გილაკს რო დააწვევი, იღება ეს კარი. უკან სქელი შუშა, წინ ორმაგი შუშებია. ესე, მეტი რაქნან. კარნიზის ესეთი პლასმასის მოდის. ანუ რეალურად მთლიანობაში მანქანას რო უკვე მართლა რაღაცებს უმუღამე და კარგია, მაგრამ აი ხარისხზე თავს ვერვდებ. რაღაცნაირად გონია რომ ზედმეტად ფინანსური ნაწილებია და ის ზედმეტად შპილკებზე აწყობილი ავტომობილია. მაგას ინტერიერშიც განვიცდი და მაგას ინტერიერშიც მოგიყვებით. ერთადერთი კალპაკები მოხსნილია, არ ვიცი რატოა მოხსნილი. ამ დისკებს გარედან აქვს ის კალპაკები, რაც უფრო ბრუტალურს ხდის პლასმასის. ჩვენ შემთხვევაში აქ არ გვიხელია. ეხა აქ ცოტა შემცივდა. ცოტა გზაც ისეთია, ოღრო-ჩოღრო დავდივარ, მართლა მარსზე მგონია უკვე თავი. შეგვიძლია ჩავждეთ, ცოტა გავიაროთ და დანარჩენს მოგიყვებით უკვე შიგნიდან. დიზაინს რაც შეეხება და ექსტერიერს მაგაზე ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო. მთელი ვიდეო ალბათ მაგაზე იქნება. თუმცა მინდა გავიარო და ერთად მივიღოთ ის გამოცდება, რა გამოცდებასაც მოგვანიჭებს ეს ავტომობილი. წავედით. Წამოვიღეთ ჩვენ სუნისთვის, იმიტომ რომ ჯოს აქ ფიზიკურად ვერ გავუკეთეთ. ვერც ჩამოვსავთ, ან დასადების არა რომ ჩამოვსავთ. ძალიან გახშირდა რაღაც ეს მანქანები. რაღაც ისეთი მანქანები მიეწყო, რომ ვერაფერი. ცოტა ხანი არ ჩამოვკიდებთ, იმიტომ რომ იქ GoPro გვაქვს, რომ მე მიყუროს ლაპარაკის დროს და ცოტა ხანი არ დავდეთ. მე ჩამოვკიდებ. აი საჭი ახლა რომ მინდოდა დაკიდება და ყველაფერი რო ერთად უნდა გამეკეთებინე, პატარა 4 კუთხედი საჭი, ფეხით ვერ ვატარებდი. ეს არ გამეოროთ, არ ქნათ, ეგრე არასდროს არ ატაროთ, მაგრამ ისეთ ადგილას ვარ, სადაც მანქანები არ არის და ნელა მივგორავდი და ფეხით მინდოდა საჭის გასწორება და ვერ გავასწორე. სხვა რაღაცით ვერ წვდები. ამიტომ არ გამოვიდა. ერთი სიტყვით, Cybertruck-ი შიგნიდან უფრო ჩინური მანქანაა, ვიდრე ჩინური მანქანები არის. ან მართლა ვიძახე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თითიდან გამოწვეული მიზეზები მე არ მევასება ხოლმე, მაგრამ აქ ხვდებით აი შეცდომებს, ხაიებს, აი ძალიან ბევრს. ზოლები, აი ყველგან პირი აქვს დაღებული, ზაზორები აქ ნახე ეს ტყავი, ანუ სწორი ფორმა ვერ გაიმეორო. როგორც ექსტერიერში აქვს პატარა ახაიებები, აი ხაიები აქვს ძალიან ბევრი. ტორპედოზე, ნუ ტორპედო არის სასწაული. სასწაული არის პირდაპირი ამ მნიშვნელობით. განასასწაული და გამოოც, აი სადაც შაუხრელში მიექანება. აი იქ რომ რამე დაგივარდეს, აი აქ რომ შევხვევი დადო და გადავარდეს, უნდა გააჩერო მანქანა, მოემზადო, შეძრე, გადაწვე, გეგონება თონეში პური უნდა ჩააკრავო. აი ბოლოში, არ ვიცი, მრეცხავების კოშმარი იქნება ეს ამ რესურს სალონს ვინც რეცხავს და როიუბნება, აი იქ ერთი რაღაცა აგდია პატარა, მტვერია რაღაცა, აი ხედავ. აი იქ რომ მიწვდიავს და ერთია კამერაში თუ გამოჩნდება იმენა შუშასთან, იცი ნახე. აი იმის ამოღება პილასოსი ალბათ
უნდა დააგზავნო და ესე შეაგდო პირდაპირ. ეს შუშის საწმენდი სხვათა შორის შიგნიდან საერთოდ არ გაქვს შუშის საწმენს. რო უყურებ გეგონება რაღაც დიზაინიაო გარედან ექსტერიერის ნაწილი არის. მეორეც რო ყოფილიყო იქით რაღაც უფრო ბრუტალური იქნებოდა, იმიტომ ჭრილები რო აქვს, მართლა საკაიფო ჭას. აი ეს საკარე მინი საწმენი მთლიანად გადადის და გადმოდის ამ ჩვენ წინა შუშაზე. ოპა! ჩემი კარგი ხდება. კიდე უნდა დავაჭირო, ათი. აქ Tesla-ს ლოგოს მაგივად არის Cybertruck-ის ზედა მხარე, ანუ ეს სკვირი აქეთ უკვე პიკაპის ნაწილი არის, ზედა მხარე, არ ვიცი ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეს, Tesla-ს ლოგო რა მევასება, მშვენიერი აქ არ ვარ. ეს იმენე Cybertruck-ია, კიდე. Tesla არა, იმენე Cybertruck-ია. ღილაკები მინიმალისტური სხვა Tesla-ებში რაც ხდება, ზუსტად იგივენაირადა. უბრალოდ აქ არ გვაქვს უკვე მაჩვენებლების ესე დიდი ბერკეტი, გადმოტანილია აქ როგორც სპორტულ მანქანაში ისეა, დააჭერ მარცხნივ, ხო, აქ ჩაერთო ეგრევე გააქტიურდა კამერა, მე მარჯვნივ უკვე მეორე მხარეს უყურებთ. კი ბატონო, მიჩვევა უნდა, კი, აქ მიჩვეულები ვართ, აქ წაარტყა და მარტივია, მაგრამ ამაზეც ერთი დღის მერე გადმოერთვები უკვე და მიხვდები ყველაფერს. ნუ რა თქმა უნდა ეს შუშა რო ვაწვალებთ, ეხა საკარე მინისაწმენდი აქ არის. ფარების ანთება აქ არის, voice command-იც აქ არის და ნუ ავტოპილოტი. მივესალმები. პრაქტიკული არის. გეტყვით რატო არის პრაქტიკული და რატო არ გამაღიზიანა ამ საჭემ. აქტიური საჭია და ანუ აქტიური საჭე ნიშნავს რას? პატარა ბრუნი აქვს. ანუ ჩვენ არ გვიწევს როგორც სტანდარტულ მანქანაზე, რომ დავატრიალოთ ეს რამოდენიმე ბრუნი გავაკეთებინოთ, აქვს პატარა ბრუნი. ბოლომდე რომ დაატრიალო ეს ავტომობილი, ეს საჭე მოვა აქ, ეხლა უბრალოდ დავდივარ რომ გავჩერდები, მე მაგას აუცილებლად განახეთ. პლუს მაგას ეს არ არის სტანდარტულად ეს აქედან ღერძი არ უერთდება წინ, ანუ ჰიდრაულიკას რულევოის რასაც ვეძახით ხოლმე, მექანიზმს, ანუ მოხვევის მექანიზმს არ უერთდება. აქ არის შნურებით გაყვანილი Bluetooth-ით გადაჭიმული ბრძანება. ანუ ჩვენ რო უხვევთ აქედან ელექტრონულად აწვდის ინფორმაციას საბურავებს რომ მოუხვიოს. ცოტა დაგვიანება აქვს, ადგილზე უცებ რო შვებიან ხოლმე მაგასაც რო გავჩერდები გავაკეთებ, მაგრამ რეალურად პრობლემა არ უნდა შექმნას, გატესტილია, უსაფრთხოა, ყოველ შემთხვევაში ვარწმუნებენ რომ უსაფრთხოა, ჯერ ამის გამო არავინ არ დამტრეულა ავარიაში და უბედური შემთხვევა არ ქონია და არ მოყოლიო, ამიტომ რავი, ვენდობი კი ბატონო, შუშას იმეორებს რა თქმა უნდა კარის ფორმას, ძალიან განსხვავებულია და ესეც სხვა გამოცდილებაა, ესეთი არ მინახავს სხვა მანქანაში, პირდაპირ აი შუა გულში ესეთი ფორმა კონდეს წაჭრილი. მომეწონა ეგ ესე. ნუ ანუ უცხოა რა, ჩემთვის უცხოა და შეიძლება რაღაცა ერთ-ერთი მომბეზრდეს, მაგრამ ეხა ვხალისობ ამ ყველაფერს. აქაც შუშა არის, აქ პატარა გამყოფია, მერე ისევ დიდი პანორამა, ნუ აი რაღაც ასწორებს, მომეწონა, ეგ ყველაფერი დამევასა. აქაც ესე შეგვიძლია ჩამოვწიოთ, ეს დამატებით მზემ რო ხელი არ შეგვიშალო, შეგვიძლია. ანუ ეს ხო არ პატარა, მე ესე კიდე ვადიდეთ. და მე აქ უკვე პატარა, ძალიან პატარა ზომის სარკე გვაქვს. კი, ეს მინიმალიზმი მომწონს რაღაც ხრივ, იმიტომ რომ გარედანაც მინიმალისტურია, შიგნიდანაც მინიმალისტურია, მაგრამ რაღაც პატარა განცდა მაინც იმის მიჩნდება რომ რაღაცა აკლია თითქოს აი რაღაცა აკლია. მე გეტყვით ბევრი ვიფიქრე ამაზე და როგორი უფრო მომეწონებოდა მაგასაც გეტყვით, მაგრამ მაგას მე მგონი აპირებენ და მე მგონი გააკეთეს კიდეც. აი აქ პატარა მონიტორი რო ყოფილიყო სიგრძეზე, აი პატარა მონიტორი, აი თუნდაც უფუნქციო, პროსტა რომ გაინათებინა თავისთვის, ან მარტო სიჩქარეები დაეწერა. რა ვიცი, რამე ილონას ფანტაზია დიდია, რაღაცა ნახატი გამოსულიყო ძალიან გაასწორდა, იმიტომ რომ ერთადერთი ნათელი წერტილი გვაქვს აი ეს მონიტორი. ამის იქით არაფერი არ ხდება ამ მანქანაში. მეტი განათება მონიტორის არ გვაქვს. ამ მონიტორზეც ერთი დიდი ხაია, მე ვითხოვდი ვიპოვე, არ მომეწონა. როდესაც ვაჭერ, ეს ხო თაჩია, აი როდესაც ვაჭერ, მთლიანად ეს იბრიცება, ანუ მოძრაობს. ეკრანი მოძრაობს მთლიანად და სულ იმის შეგრძნება მაქვს, რომ ეხლა რომ დავაჭერ, სადღაც უნდა გაჟონოს შიგნიდან სითხე, მაგრამ რაღაცა გაფუჭდეს მონიტორი და მონიტორს ვკარგავ და მონიტორის გარეშე ვრჩები. არ ვიცი სხვა მანქანაზე ეგეთი განცდა არ მქონია, შიგნიდან რაღაც გუბკა ამოუდეთ ცოტა, თორე ეს ეკრანი მოძრაობს. ორი დასადები გვაქვს, აქ სადაც ერთში იმაოდებს და მეორეში ჩემი ტელეფონი დევს. ეგ wireless charge-ია, შეგვიძლია გავააქტიუროთ და ნუ ტელეფონს დატენს. ანუ ყველა ჩადებაზე თქვენი ტელეფონი პირდაპირ დაიზაინება, შეერთება არ ჭირდება. ეხლა გავთიშე, იმიტომ რომ ჩემი ტელეფონი აფეთქდა, რაც დავდივარ ამ მანქანით, დევს და გაცხელდა ჩამოდნა. ორი ჰელის ჩასადები, ესე, ლამაზად, საკაიფო დევს და ერთი სათავსო აქვს. უხეში სათავსო გვაქვს. ეს რეზინის კლინჯაფერა არ მომეწონა, ან უფრო პრაქტიკული შეიძლება ყოფილიყო. გეტყვით რატო არ მომეწონა? განა ის რომ ხარისხი და რეზინა დავიწუნე. უბრალოდ ქვედა ამ მხარეს განყოფილებაში რომ მოხვდე, ეს ხო ჯერ უნდა მოარგო, რომ ამოიღებ, ხო უნდა დადო წესი ერთი, იმიტომ რომ შეიძლება ჩაგივარდეს. ანუ იმენა აი ამ
ზე უნდა გაარტყარო, დაждდეს. ანუ ტვინის რა არ არის პრაქტიკულად. აი პირდაპირ უნდა გააჯმევინო. და ქვევით უკვე აგვაქვს ერთი ტაიპსი შესაერთებელი, აი იმენ არქეოლოგიური გათხრები და გამოკვლევები ჩავატარეთ, რომ მიმეგნო სიბნელია, აი ძალიან სიბნელია შავხროლში როგორც არის, ზუსტად ეგეთი სიბნელია და აქეთ კიდე დენც გვით აგვაქვს აქეთ ხარეს. ანუ შუქი ჩავანათე, რატომ გქონს? არ ვიცი, რატო არ ანათებს შიგნით? არ ანათებს იმენა, არაფერი არ აქვს. აი, გეგონება და პადვალში ჩახვედიო და სიბნელია და თან შუქს ეძებ და ხვდები მე რომ შუქი არ გავს, გაფუჭებულია, შეიძლება თუ გადაიწვა. და მართლა გადავაბიშჭი. ეგ დოსიკით. ეს ადგილი, ეს სივრცე, არაფერს არ აკეთებს, არაფერი დანიშნულება არ აქვს. ეს რო სიტყვაზე ერთი ხელის დასადები იყოს, იწეოდეს და კიდე სკამი იყოს, კი ბატონო, მესამე ტიპი ჩაждდებოდა, როგორც ძველ პიკაპებში იყო ხოლმე ამერიკაში და რაღაც უფრო დიდი სივრცე გექნებოდა წინ. ვინაიდან ეგ ფუნქცია ამანქანას არ აქვს, უბრალოდ ციცარიელია. ანუ ყოფილიყო რაღაც პატარა უჯრა, ან ეს ბოლომდე გასულია აქამდე. არავის ხელს არ შეუშლიდა. გვერდებზე იქით ხარს და ორივე მხარეს საკმაოდ დიდი სივრცეა, მან შეგვიძლია რაღაცები ჩავყაროთ, მაგრამ აი როდესაც არ იხურება ის სათავსო, უფრო რაღაც დაულაგებელი სახლივით არას არ მოწონს. მირჩევნია ყოფილიყო ერთი სათავსო, რომელსაც ექნებოდა პატარა ჟალუზი, ეგ ჟალუზი ამასაც მოუხდებოდა გაწიეგამოწიეთიო, აი ეს რეზინის სირობა სადღაც უკან არ გადაგვეგდო. და ერთადერთი წესიერი დახურული სათავსო, უხეში სათავსო ჩვენ ენაზე რო დავარქვთ, არის ეს. აი ამ ღილოს უნდა დააჭირო. გამოვა იმენა გამოვა ჩვენ ახლა ხელი დავკეტო? არა მაიცა ილონა ბიჭო რაღაცეებში თესლი ტიპია და ეგ იქიდან ნიღაბი უნდა მოიღო არა დაკეტვაც თუ ელექტრო იყო მეგონა ხელით უნდა მიიგეთ უნდა იგაერთო ითამაშო მანდისა ნიღაბი უნდა გეტოს აი წინაღე თუ ასე მარსე რო გადახო უცე წამოიცნო და გადახო რომ ჰაერი ყველაზე ხარ პატარა სარკე ეს ბრიტოს რო გავს სამართებელს ანუ ეხა არაფერი არ ჩანს რა თქმა უნდა არ გამოჩნდება იმიტომ რომ ის ჟალუზი პიკაპის ჟალუზი დახურულია ჩამოშლილი რო არის არაფერი არ ჩანს აი გვაქვს გადმოტანილი კამერაში ვიყურებით მაგრამ ის რო გავხსნათ მე უკვე რაღაც გამოჩნდება გავხსნათ ჩვენი რამიდის გავტესტო აი მივდივართ ეხა რა ნახავ მინდა გავხსნათ ოფენ ცოტა დამოღამება უნდა просто ყველა დაჭერაზე მგონია რომ მონიტორი გაიბზარება ოპა, გამოჩნდა. ოღონ აი, მე მეტყვი რომ იწერე ხოლმე მაგრა ნერვები მეშება რა. აი შენ უკეთესად იცით იმ ქარხანას ასწავლი და თვის ნუ და ასე შემდეგ. იმდენად პატარა ზომის არის. აი უბრალოდ აზრი არ აქვს იქ რო გაიხედო. აი ამ კამერაში უნდა იყურო. ანუ ერთი ეს სარკე შეგიძლიათ მოხსნათ სამართებელი ვით არაფერს არ აკეთებს დავკეტოთ ისე. ძალიან პატარა ადგილია. და ეს ჯაშუშების ბოზების კამერა იმენაზიან და გვიყურებენ. ნუ ხარისხი მონიტორის ხა რა ვთქვა, იმას თუ არ ჩავთვლით რომ მოძრაობს ნორმალურია, დიზაინი მომწონს, აი ეს ციფრების რა, ანუ ისეთი ციფრები არჩეულ იმენა საიბერ დიზაინია, კოსმოსურ ხომალდი ფილმებში რო არის ხოლმე ზუსტად რაღაც რო ხდება, აი წითელი შუქი რო ტრიალებს და რო იხსნება და იქიდან ჩამოდიან ვიღაცები, რაღაც შეფუთულები, კოსმონავტები ზუსტად ეგეთია. კი ბატონო, აქ გვაქვს ის ფუნქციები, რომელსაც ვიყენებთ და ნუ ღილაკი ვინაიდან არაფრის არ აქვს, პირდაპირ აქ თითის დაჭერით, თაჩით შეგვიძლია ისინი გავააკლოთ. თუნდაც უკანა ჟალუზი, სარკეები, საჭის აწევა, დაწევა, კლიმატი, აი დასაბერი საქარი და მაინც განახეთ. როგორ მიყვარს? უნდა ეჩალეჩო ჯოსას ვერ გაარჩევ აქედან თითი შეგვიძლია დაირეგულირო. სხვა რაგითაც განსხვავებული ავტოპილოტი, რომელსაც ნუ რავი ჩვენ დიდად არ ვიყენებთ ხოლმე ავტოპილოტს საქართველოში რატომაც ავტოპილოტთან მსგავს რაღაცას მნიშვნელობი არ ვართ, არ ვიცი ეთქვა გზიდან გამომდინარეა თუ რა არის. დინარაძე შეიძლება იყენოს, მე არ ვიყენებ. სავარძლებით ლამაზად გამოიყურება, მეტი ფანტაზიის ჩართულობაც უდი არ იქნებოდა, ანუ ბილია, ლამაზია, ფორმა კარგი აქვს, მაგრამ რას გულისხმობ ხა, საჭე ესეთი, ფორმები ესეთი, ყველაფერზე რაღაცაა გაკეთებული და ჩვეულებრივი სკამიდევს, ერთი წვეტიანი თავი აქვს. შეიძლება კიდე რაღაც მოფიქრება. აი, რა მაკლია იცი, რეალურად ყველაზე მეტს ალბათ ტესლაში ელოდები ილონასგან, მაგრამ აი ფერები შერწყმა, მაიმუნობები, რაღაცეები აი თითქოს აკლია, აი რაღაცა უზორები დამაკლდა, რაღაცა არაფრის მომცემი, უბრალოდ ვიზუალური მხარე. იმიტომ რომ ჩინური მანქანები დღეს უფრო დახვეწილია, უფრო კარგად არის აწყობილი, უფრო მეტი მასალა გვხვდება, განსხვავებული არის, ბევრი ფერები, მონიტორები, აი გადაჭარბებულია, ყველაფერი აქვს. აქ არის აი მინიმალიზმის ქვევით არის და ალკანტარა, რა თქმა უნდა, ჭერიც შავია ალკანტარას ვერ იტყვი ვერაფერს.
მოკლედ, რას ფიქრობ, ეხა ამის ინტერიერზე მთლიანობაშიო შევაფასოთ. თუ იმ იდეას მივყვებით, რომ უნდა ყოფილიყო მინიმალისტური და არაფერი ზედმეტი, მაშინ კარგია, მომეწონა. თქვენ თუ ის მოლოდინი გაქვთ, რომ ამ მანქანამ ფასიდან გამომდინარე ყველას უნდა აჯობოს, თუნდაც იმ ჩინურ მანქანას, თუნდაც იმ ევროპულ მანქანას, რომ ინტერიერში ყველაფერი გქონდეთ, ცუდი ამბები მაქვს თქვენთვის. ეგრე არ არის და იმედებს გაგიცრუებთ მაგ საკითხში. ესეთი ადგილი ვიპოვეთ, ცოტა ხნით რომ გავჩერდ და კიდე რაღაცეები დავათვალიეროთ. წინა საბარგულით და რა თქმა უნდა უკანა სივრცეს უნდა ვნახოთ. ეხლა დავიწყოთ წინა საბარგულით. აქედან პატარა ღილაკია. მას თავისით ავტომატურად იხსნება. ანუ პატარა რაღაცებზე თუ შეირბენ ხილბოსტანში ან მაღაზიაში შეგიძლია აქვე დაალაგო და უკან პიკაპში არ იფორთხიალოს ყველაფერმა, იმიტომ რომ იქ შეიძლება ერთ ადგილას დადო და რაღაც იმოძრაოს და აჯაფსანდალი მიიტანოს სახლში, მაგრამ აქ უკვე პატარა ბარგისთვის არის საკმაოდ ისეთი კარგი ადგილი. ეს საიბერ ტრაქია წერია, ეს პლასმასია, მაგრამ ისეთი ეფექტი აქვს, თითქოს ვიღაცამ შეადუღაო და სვარკით არის ამოტვიფრული საიბერ ტრაქი. კიდე ერთი აუცილებლად უნდა განახოთ. ესე იგი ხილბოსტანში ჩვენ შევირბინეთ უხეში ტესტისთვის. და რა ხდება ახლა? როდესაც კაპოტს ხურავ, ანუ იმდენად ძლიერად იკეტება და უკან არ იხსნება, რომ ხელი თუ ჩაგყვა შეიძლება წაგაწყვიტოს, მაგრამ ჩვენ უნდა გავტესტოთ. კიტრით დავიწყოთ. ხედავ ილონა, მაგრამ აგლიჯა. მოდი ერთი უკან დავაწყოთ, აბა კიდე. ხო, არა, ეს ცოტა ის იყო, მაგრამ ნუ კაი, ეს ცოტა რბილია ეხა მაინც. მაგისთვის სპეციალურად სტაფილო წამოვიღე. არ დავაანაგვიანოთ აქაურობა. ხა თითი ეგეთი რბილი არა ხელი რო ჩაყვეს რა, ანუ მანქანა მიხვდება, მაგრამ აი სტაფილოთ ან აი ეს ხელი სტაფილო წამოვიღე. არა. ხვდება, ხელს ბოლომდე არ წაგაგლიჯავს, მაგრამ აი სტაფილოზე საკმაოდ დიდზე ჩავიდა. აბა სხვა ადგილას ვნახოთ. მაგალითად აქ. არა, აქ უფრო ხვდება. მაგრამ ნუ ჭრის რა, საკაიფოდ. ობიექტურები რო ვიყოთ, კაი, სქელი სტაფილო თითზე ბევრად დიდია, მაგრამ მტკივნეული იქნება ნამდვილად. ერთი სიტყვით, ყველაზე ძვირიანი მაცივარია, რაც კი შეიძლება შეიძინოთ, სადმე ნახოთ, ყველაზე ძვირიანი და ყველაზე ჩქარი მაცივარია. მაგისთვის სპეციალურად, ვინაიდან იქ ჩვენ ხილბოსტანი გვაქვს გახსნილი წინა საბარგულში, წამოვიღე სუვენირები, მაცივარს, რკინის მაცივარს სუვენირები უხდება. ესე შეგიძლია იმოძრაო, ყველაზე ძვირიანი მაცივარით. და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მაინც მევასება. თქვენ ახლა ფიქრობთ, რომ ვაჯვა, მაგრამ აი მაინც აღფრთოვანებული ვარ ამ მანქანით, იმიტომ მაინც უნიკალურია, მაინც განსხვავებულია და მაინც სიცეცხლეა. ეს სულ ყველას კი სერით ხდება ამ მანქანას რო ხედავს. კი, გასაგებია, შეიძლება ყველას არ მოწონდეს, გაუცებულები უყურებენ, მაგრამ აი მე პირადად მაინც მომეწონა ეს მანქანა. ეხლა გადავიდეთ თქვენ სხვა რაღაცებზე, რისი ჩვენებას მინდოდა აქვე. ესენი დროებით იყო სანამ წავალთ, უსაფრთხოებისთვის მე მოხსნი, უკანა ბორბლებიც უხვევს და პირდაპირ ვიძახი, რომ ეს ფუნქცია ამ მანქანაში არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფუნქცია. ანუ საკმაოდ დიდზე უხვევს და ეს ქალაქში ძალიან გეხმარება. მით უმეტეს მე რაპტორით დავდიოდი ძალიან დიდი ხანი, სამწუხაროდ არ ვიცი ვიდეოში ვახსენე თუ არა, ეგ რაპტორი გაიყიდა. რაპტორით რო არა უშავს. ნაპოლი ჩამოვარდა, გერმანიას თავი უჭირავს. მით უმეტეს ქალაქში რო დავდიოდი ამდენი ხანია, ერთადერთი პრობლემა რაც ქონდა, ამ დიდი მანქანის ესეთი მანევრები, ნუ მიჭირდა ხოლმე პარკინგზე მაგალითად ეხა სადაც შემოვედით, ვიწრო ქუჩებში და ასე შემდეგ, უზარმაზარი გრძელი მანქანით რო შემოხვიდი ადამიანურად ცოტა რთულია. დემონსტრაციისთვის განახებთ ეხა. რას გულისხმობ? აი ესეთ პატარა სივრცეში მოვატრიალებ ამ მანქანას.
ძალიან გეხმარება ეგ და მომეწონა, ძალიან კომფორტულია და რა ვიცი, სასიამოვნოს ხდის ამ ავტომობილის მართვას ეს უკანა საბურავები. ასევე საავარიო ღილაკი, ბერკეტი უпростоრად, ღილაკი გვაქვს არის გასაღებად ეს და უკვე ბერკეტი ტროსით მექანიკური არის ეს. რამე თუ მოხდა, ეგეთი შემთხვევა თუ მოხდა, რომ ავტომობილში გამომწყდეული ხარ, აი არ ვიცი, რაღაცა მოხდა და რა ვიცი, ილონამ ჩაკეტა ბოლოს და ბოლოს იქიდან გაგითიშა წდომა, იმე ყველა შენზე ნადირობს და უნდათ რომ გამოგიჭირო, ამითი გააღებ. ეს არის მექანიკური ტროსის საავარიო სიტუაციებისთვის, რომ აქედან გადმოხვიდე და შიგნით არ იყო დამწყდეული. უკანა სივრცესაც შევეხოთ, დავათვალიეროთ, ცივი ჰელი მოვსვათ. ეხლა მანქანთან დაგდებულია, უფრო ქვევითაც ჩამოდის ეგ ფუნქცია გაჩერების, რომ თვითონ აგდებს ბოლომდე ავტომობილს, რომ მარტივად ჩაჯდე, ანუ easy entry აქ, ანუ მაღალი რო არის ეს დიდი უზარმაზარი პიკაპი, შენ რო აბობღება არ მოგიწიოს სადმე, თავისი ფუნქცია აქვს, შეგიძლია გააქტიო, როგორც კი აპარკინგებ, მანქანა ჩამოდის ქვევით. ეს პანორამა ეხა აქ რაღაცნაირად მომწონს. სიცხეში რა სიზავს არ ვიცი, მაგრამ ძალიან ლამაზია, იმიტომ ქვევიდან რო ამოდის, რაც ახლოს არის ეს სივრცე შენთან. აქ მონიტორი, საკმაოდ დიდი ზომის მონიტორია, რა თქმა უნდა, აქ ის ყველაფერი გაქვს, YouTube, Spotify, კლიმატ კონტროლი და ყველაფერი, რომ უკან შენ კომფორტულად იგრძნო თავი. აქ საკმაოდ დიდი სივრცეა კარებში. კარებში სხვადასხვა დიდი სივრცე გაუკეთეთ, ან რას გინდა სადმე დაყარო, შეგიძლია ყველაფერი კარებში ჩააგდო. თავთანაც ნორმალურად არის, ეხა უკანა მხარე რომ ეს მკვეთრად არ მოდიოდეს ქვევით, ალბათ უფრო დიდი სივრცე იქნებოდა და კარგი იქნებოდა მომენტ, მაგრამ იმ დიზაინში ესეც ნორმალურია. რა დიზაინს ამ მანქანას გაუკეთეს, არ მაწუხებს, რა სივრცე ფეხებთანაც მაქვს, თავთანაც მაქვს და ცუდი არაა, პრინციპში ყველაფერი ნორმალურადაა. ანუ ეს შეგიძლია აკეთო და უფრო დიდი სივრცე გაქვს, ნებისმიერ რამე ნივთის ჩადება თუ გინდა და უკან გზავრები არ ყავს, ორივე სავარძელი იწევაზები და დიდი სივრცე გაქვს. პლუს მაგას კარი 90 გრადუსზე იღება, ანუ ბოლომდე რო იშლება, ბევრად მარტივია, რაღაცის წათრევა თუ გინდა და ყველა საბარგუნი წინა უკანა სავსეა, აქაც უფრო მარტივად შეგიძლია მოიტანო შენ ნივთები და დადო. რავი, ამაშიც დიდი პლუსი, ისიც არ არის რომ ვერ გამოიყენებ, რაღაცეები არის კარგად გაკეთებული, რომ პიკაპობა შეენარჩუნებინა. უკვე დროა მონაცემებზე ვისაუბროთ, მაგრამ ვინაიდან ამას არ აქვს შიდაწვის ზრავი და კაპოტში აფერი არ ხდება, საბარგულია და ჩვენი ერთი პარკი ხილბოსტანიდევს, შემიძლია ზეპირად მოგიყვეთ, ვერაფერს ვერ ხსნი რომ ექსხენები განახოთ, ან ზრავი. არსებობს dual motorით, ანუ ორ ძრავიანი, როგორც არის ჩვენი, და ასევე სამ მოტორიანი, ანუ სამ ძრავიანი. ის არის უკვე Cyber Beast 850 ცხენის ძალამდე აქვს მანქანას, რომელიც არის ყველაზე ჩქარი ვერსია, მძლავრი ვერსია Cybertruck-ებში. მაგრამ ჩვენსასაც არ აქვს ცუდი მონაცემები, 600 ცხენის ძალა აქვს, 711 ნიუტონმეტრი აქვს, რაც საკმაოდ ნორმალური არის. მე ვთვლი, ანუ ნორმალური კი არა, შიდაწვის ძრავიან მანქანას რომ მაგდენი ცხენი აქვს, ძალიან მაგარია და ელექტრომანქანებში ნორმალურია ეხა. Cyber Beast-ი არ არის, მაგრამ უფრო მეც გადის, რეინჯი უკეთესი აქვს ამ მანქანას, ვიდრე Cyber Beast. დაახლოებით 500 კილომეტრს გადის ეს ავტომობილები და 500 კილომეტრს მართლა გადის, გააჩნია როგორიული რეინჯი ეგრე აქვს, რაც საკმაოდ მისაღებია, ნორმალურია, ხა მაინც დიდი მანქანა არ არის, პატარა მანქანა და ეს მონაცემები ჩემთვის მისაღებია, ანუ არაფერს არ ვერჩი. 130 კილოვატიანი ელემენტებია და ეგ რეინჯი აქვს ერთი სიტყვით. წონაც უნდა ეხა ვთქვათ, იმიტომ რომ ეს რეინჯი ერთია, მაგრამ წონა 3 ტონას აღემატება, რაც საკმაოდ ძიმია და კიდე 100 კილოვატი უფრო მძიმე არის Cyber Beast-ი და რა თქმა უნდა ამ ელექტროავტომობილში ქარხნულად Tesla-ში ასეა Valve-ოს ანტიფრიზი, რომ ჩვენი ელემენტები გააგრილოს, ელემენტებს ჭირდება გააგრილო, დიდხანს მოგვემსახუროს და კარგად იმუშაოს და ეგრევე არ გაფუჭდეს. ამიტომ კიდევ ერთხელ თქვენ კი იცით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ, რომ Tesla-ებში ქარხნულად ასეა Valve-ლინის ანტიფრიზები. მოგეთ ცოტა ხანში უნდა დავიძრათ ეხა, მაგრამ ვინაიდან გარედან უყურებთ, მე ვთქვი რომ გარედან ბევრს ვილაპარაკებთ მეთქი როგორ გამოიყურება და ასე შემდეგ, აი ყველას კი სერი წყდება, როდესაც ვიძახი, იმიტომ რომ იმდენად უცნაურია, რომ აი შენთვის რომ ქალაქში დასერნო და უცებ ეს მანქანა ჩამოგირგლის, გინდა არ გინდა მოგწონს, არ მოგწონს, ყურადღება უნდა მიაქცია, იმიტომ რომ გაინტერესებს და ძალიან ცოტა დადის საქართველოში Cybertruck-ი. პლუს მაგას უკვე დაიწყეს ამ მანქანების დაჭუნინგება, ანუ დაჭუნინგებაში გულისხმობ, რომ ექსტერიერში, ანუ ვიზუალის რაღაც პატარ-პატარა ნაწილებს ცვლიან და უფრო გაუბიცებულებია, უფრო ნადირებს ხდიან ხოლმე. მაგალითად, ეს პლასმასები უფრო განიერი ყენდება, აი wide body-ს აყენებენ, სხვა დისკებს უყენებენ, სპოილერით არის რამოდენიმე, ფირს აკრავენ, სხვათა შორის ფირს მეც გადავაკრავდი, ანუ ეს რკინის უჟანგავი ფოლადი მე დიდაც არ მომწონს, რო არ მოგატყუოთ. კი, გამოვიდა, კარგია, ხელები ამიწევია, საღო ილონ, მაგრამ
მე ამას რამეს გადავაკრავდი, ფირს გადავაკრავდი უეჭველი. ან რო დავდივარ რატომღაც დაუმუღამი ამ მანქანას, ცოტა სხვა მუღამით მოვდიოდი, კი, მაინტერესებდა გადაღება მინდოდა ამ მანქანის, მაგრამ აი დიდად რაღაცა ინტერესის ის არ იყო, რომ ჩემთვის წარმომედგინა ეს მანქანა და ეხა ნელ-ნელა ვამუღამებ, რომ Tesla მანქანაა. ანუ მართლა Tesla მანქანაა, ხო და ეხა გავიაროთ კიდე ჩავაჭიროთ, Cyberbist არ არის, მაგრამ ჩვენ რისთვის ვართ უხეში ხალხი, ესეც უნდა გავტესტოთ ჩქარა, ნახოთ როგორ ჩქარდება სპორტ რეჟიმში და როგორ დადის ტრასაზე. ასვალზე რამდენად კომფორტულია და რამდენად სპორტული მანევრი აქვს. წავედით, ბევრს აღარ მოგაცდენთ. გამოვედით ტრასაზე, ჩვენ სადაც გვიყვარს ხოლმე ჩაჭერა, რომ გავიგოთ. ეხლა დავდივარ ჩვეულებრივი მოუდით. ანუ ქალაქში ნორმალ მოუდით დავდივარ და საკმაოდ კარგად დადის. საკმაოდ კარგად სიარულში გულისხმობ რას. სიჩქარეც არაკლია, გაწევაც არაკლია. კი, რა თქმა უნდა, სპორტულ რეჟიმში ბევრად ჩქარია, მაქსიმალურ სიმძლავრეს რო იყენებს, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ ტრასაზე სპორტ მოუდი ავირჩიოთ, რომ კარგად ვიგრძნოთ თავი. ანუ გზის ლომობა თუ გინდა, მაგ შემთხვევაში კი, მაგრამ ესეც კარგად არის. ეხლა ნორმალ მოუჩის ჩავაჭერ, რომ გავიგოთ, აი, მაგალითად, გასწრება გვინდა, რა წინ მიდის რაღაც მიკროავტობუსი და გვინდა გასწრება. ნუ სასწაულია ჩქარება არ აქვს ნორმალ მოუჩი, ანუ მართლა არ აქვს. ცოტა ლუდინი მომიწია რომ გამესწრო იმ მანქანაზე, მაგრამ მოდი ავირჩიოთ, ეხლა პატარა Cybertruck-ს დავაჭიროთ. Dynamics-ში შევიდეთ. ეხლა გვაქვს კომფორტში. სპორტი ავირჩიოთ. ეხლა უკვე სხვა არის. 3 ტონას კარგად მიათრევს. ბოლომდე რო აუშვებ გაზ და დავაჭერ, ანუ ის იგრძნობა რა, G იგრძნობა. ნუ ამით მთლად G არ არის, პატარა G არის ეხლა ვინაიდან ყველაზე ჩქარი ვერსია არ არის ეს 4-ვე წამყვანია, ეგ არ მინდა გამოვჩეს 4-ვე წამყვანია ესეც და Cyberbist-იც. ნუ ჩქარი არის ეხლა ვერ ვიტყოდი რომ ნელიაო, იმიტომ რომ 3 ტონიანი მანქანაა და ნუ კარგად მივდივართ. თან ამის აეროდინამიკა არ მგონია. ოპა, იმა შეხედე, ნახე როგორ დადის იქეთ-აქეთ. იმედი არ გაგვძრება ის საწმენდი წინასახარე მინის, იმიტომ რომ იმხელა უკან ალბათ შუბივით გაეხრება ვიღაცა, შუბივით. ტარების შეგრძნება არის ის, რომ კომფორტულად ატარებ, გავიწყდება რომ ამ სიგზე მანქანაა და ზოგჯერ ჩემ თავს ძალით ვახსენებ ხოლმე, ძალიან მალე არა იყო საჭირო რაღაცას არ გამოვედო. რა ვიცი, ტარებით სიამოვნება მივიღე, ეგ არის მთავარი ჩემთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვიტანჯები ხო რაღაც მანქანას რო ვიღებ და არ მომწონს იმ მანქანების ტარება, მე უკვე გული მისრულდება იმ მანქანაზეც და უკვე აღარ მომწონს და შეფასებაც გადადის ნეგატივში. მანქანა არის 3 ტონიანი, 3 ტონა არის, იმიტომ გარედან არის ჯავშან ტექნიკა, ორმაგი შუშები და ყველაფერი, თან ელექტრო არის, უნდა იყოს ყველაზე ჩუმი, მაგრამ რეალურად ამ ჰაერს რო ვეჯახებით, აეროდე კედელივით რომ მივდივართ, ეს აერი კედელივით რომ მიგვაქვს, ხმა და ცოტა ხმაური მაინც შემოდის. ნუ ეხლა მუსიკას რომ მოусმენ, ეხლა ჩუმად არავინ არ დადის ხოლმე წყნარად მანქანით, ხა მუსიკას რომ მოусმენ, ეს ხმა აღარ შეგაწუხებს, მაგრამ ხმა შემოდის. Off-road რეჟიმიც გვაქვს, მაინც რო არ გამოვხჩეს, მაგრამ ნუ ჩემთვის როგორ გითხრათ ხა, off-road-ი ვისაც წარმოუდგენია სიტყვა off-road-ი, წყნერში უნდა გადახტე და როგორც Raptor დაფრინავენ, ამ მანქანითაც იგივე უნდა ქნა, ვერ წარმომიდგენია მაგის, ამიტომ ისევ კომფორტში გადმოვიდა. თუმცა უგზოობაში რაღაც overlanding-ის სტილში, სადღაც გზიდან რო გადაუხვევ გრუნტიან გზაზე, დანგრეულ გზაზე, აღმართზე, ნუ ცოტა თოვლში, ცოტა თოვლჭყაფში, სადაც შეიძლება ცოტა უნდა გამოგივიდეს ნახევრადტალახიანი. მსგავს ადგილებში კი ბატონო, ანუ არ შეგარცხვენს ივლის ყველაფერს იზავს, მაგრამ შიდაწვის ზრავიანი დიდი ჯიპით რომ მიდიხარ, SUV-ით რომ გადადიხარ და სადმე შეგიძლია აწვალო, დიდად მე ამ მანქანით თვალთ ეგეთ ადგილებში არ ვივლები. უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრია, იმიტომ რომ ჯერჯერობით ვერ წარმომიდგენია ელექტროავტომობილები, რომ წახვიდე სადაც გადაკარგულში ტრაქში, სადაც ვერ დატენი მანქანას, მაშინ უნდა შეაგდო პიკაპზე დვიჟოკი ამოქოქო და მერე ივლი ხარ. თუმცა მე ზოგადად ანუ რაპტორებითაც და პიკაპებითაც დადიან ხოლმე უგზოობაში და დედას
ანუ ეგენიც არ წარმომიდგენია, აი ოფროუდისთვის მანქანა რომ მინდოდეს, მაინც და მაინც ყველაზე გრძელ მანქანას არ ავირჩევდი, ანუ ეგ მინდოდა მეთქვა და ეგ ამეხსნა. ამ შემთხვევაშიც გრძელია თან ელექტრომანქანაა და ეხლა მართლა დიჟოქს ხო არ ატარებს სადმე და ამბოქო დიზელზე და მე დატენა, თუმცა ეგეც შეგიძლია გააკეთო. ეგ არის, ეხლა უკვე ქალაქს უახლოვდებით, ნელ-ნელა საცობებიც იწყება. ზუსტად ის დრო არის, რომ ჩამობნელდება, იმიტომ ისეთი რეაქციები აქვს ხალხს ამ მანქანაზე, რომ ხედავ ხოლმე, ეგრევე თვალები ურწყინდება და მეგობრებს ეგ უჯიკებენ ხოლმე, შეხედე, საიბერტრაკი გაიჩიტა და შეჩემა და რაღაცა. ღამეც მაინტერესებს, როგორ ეფექტს გამოიწვევს, ამიტომ ჩვენ ახლა აი მზის ჩასვლას დაველოდებით, ცოტა წავიხემცეთ და ჩვენ უხეშ ტესტ-დრაივის გავაგზავნებთ უკვე ღამის თბილისში. წავედით. ისეთ მანქანას ვიღეთ, რომ უეჭველი უნდა მენახებინა ღამე როგორია ამ მანქანის ინტერიერი. სიმართლე გითხრათ, რაც დღის შუქზე ნახეთ, დღისით რაც გადავიღეთ, იგივეა ღამეს. ერთ-ერთი აი ეს ზოლი დაემატა, არაფერი განსაკუთრებული. ეს ზოლიც თავიდან იყო დასინქრონებული მუსიკაზე, ანუ რადიოს ან ნებისმიერ მუსიკას რო უხსნათ, იმასთან მუსიკას ყვება და აი სიმციმედ, აი ნერვოზი. ცოტა მუსიკა. კი, აი მენა პიზდეცი, აი ნერვოზი გამიჩინა, კინაღამ გავგიჟდი და მე მივაგენით აგერ რომ ითიშება და უბრალოდ ანათებს. ეგ კაია. ეხლა შევიდეს მანქანაში, ვინაიდან შუქებზე ვლაპარაკობ. აქედან, ნუ არაფერი ზე ინოვაცია, უბრალოდ აქედან შეგვიძლია ფერები შევცვალოთ. ეხლა მე რატომ? აჰა, მოდი გავაცითოთ. ტრონი იყოს. აიო, წითელი. წითელი საკაიფოა, სხვადასხვა ფერებით ასწორებს. ანუ ინტერიერში, ანუ მაინც მაკლია, რაღაც მაკლია, აი რაღაც აი ზარში რომ მოვდიოდით ორი მანქანა და მარტო რო ვიჯექი მოვიწყინე, მარტო სულად გზნობდი თავს. აი თითქოს რაღაცა რეისავი კივით ვიყავი, აი მარშრუტკი ძღოლივით, აი დიდი შუშა სიბნელეში აფერი არ ხდება ჩემ გარშემო ერთი ეს წითელი ალიბაბაზე ნაყიდი, თემუზე ნაყიდი განათებები რო დგება ხოლმე. ის განათება მაქვს და всё, დამთავრდა ერთი აი ტელევიზორი. ანუ ცოტა მოვიწყინე, მარტო სულობა არ მომეწონა ეს რეისავი კივით, რეისავი კი მეც ერთი სიტყვა, ანუ ეს შურგზაზე ვინც დადის მანძილზე, ეს ზუსტად ეგეთი მარშრუტკაში მეგონა თავი ჩემთვის რომ დატოვებ ხალხს რომ ჩაიყვან დანიშნულების ადგილზე და მარტო სახშიო ბრუნდები აი რაღაც ეგეთი განცდა მქონდა და მაგრამ მოვიწყინე. დღეს კიდევ ვიარე ძალიან ბევრი, რამოდენიმე დღე ამ მანქანით დავდივართ, რეინჯი აქვს ახლა 220 კილომეტრი. ანუ რეალურად 500 კილომეტრამდე ატარებ ამ მანქანას. ცოტა მეტი უწერია, მაგრამ 500 კილომეტრამდე ატარებ. თუ რაღაც სასწაულ პირობებში არ მოხდა, ხა თუ მაინც და მაინც მთაში ცხოვრობ და სუყინავს და იაკუტსკში, ანუ ეხლა მე რუსებზე დაგვიწყებე, კანადა ვთქვათ, ეგრე ძალიან არციო, მაგრამ კანადაში საკაიფოციო. ეხლა თუ ეგეც სიცივეში ხარ, რა თქმა უნდა, ეგ ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ელემენტი ეგეთ პირობებს ვერ იტანს და უფრო მალე ჯდება. ანუ უფრო მალე ჯდება ჩვენ შემთხვევაში, რეინჯი გიმცირდება. ჩამოდის, მაგრამ საქართველოში, თბილისში თუ ცხოვრობ, ბათუმში თუ ცხოვრობ, ქუთაისში თუ ცხოვრობ, თელავში თუ ცხოვრობ, არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენთან ეგეთი ყინვები არ არის, ამიტომ 500 კილომეტრამდე გააკაჩინებ რა. ანუ 500 კილომეტრი თუ არა, აი 400, ჩემი ატვიჩავით 450-ს გაივლი. 450 კილომეტრი მისაღებია. ანუ Cyber Beast უფრო ნაკლებს დადის. ზოგადად სპორტული ვერსიები რაც არის ხოლმე, შედარებით ცოტას გადის. საქართველოში ორივე ვერსია უკვე საიძე გასაყიდად, ერთი Cyber Beast, ერთი ჩვეულებრივი. ანუ ესენი 100 და ქვევით არის უკვე შეიძლება 100 და ქვევით. ბევრად ქვევით, Cyber Beast დევს 100 პლუს, ანუ 120-ის ფარგლებში დევს Cyber Beast. აი მაინც უნდა დამახვედროს ვიღაცამ 120-ზე. 119 დევს. მოგეთ რისი თქვა მინდა, ეს მანქანა ამერიკაშიო შეიძინო და ჩამოიყვანო, რეალურად უფრო მეტი გიждდება, ვიდრე ვიღაცამ რო იწვალა, იჩალიჩა, იტაურა, არჩია, გადაიხადა გამბაჟება, ჩამოიყვანა, იარა და ყიდის. ანუ მართლა ეგრე გამოდის, ანუ აქ საქართველოში რო იყიდო, უფრო იაფი გამოდის. ამიტომ თუ ყიდვა გინდათ, პირდაპირ გავარდეთ და აქ იყიდეთ. ეხლა ჩამოყვანას რაც შეეხება. ვინაიდან ეს მანქანა არის მძიმე, გამბაჟება უწევს როგორც სატვირთოს ისე. ანუ შენ იხდი 38000 ლარს. დავარდა Cybertruck-ის
გაყიდვები, მოთხოვნა შემცირდა და всё დაენზრათ ისე აი სულ ეგ მხვდება და მეც რო ვფიქრობ ხოლმე მე რადე და ვფიქრობ რაღაცა ალბათ ევროპაში რო არ იყიდება მაგიდო ალბათ თავიდან მოეწონათ მე ნახეს რომ რაღაცეები ანუ იმედგაცრუებები აქვს ბევრი ამ მანქანას ანუ მართლა აქვს მაგას ბოლოში ვიტყვი ალბათ მაგიდო მართლა დაენზრა ეს შედიხარ მე Google-ს ეკითხები აბა რამდენი გაყიდეს ამ ჩემისა იხურებიან როდის გაიაფტება იქნებ მეც იაფად დავიწიო და შედიხარ და ეს გაყიდვები ვარდება თავისივე წინა წლის გაყიდვებთან ანუ რამაც დაიკლო ორჯერ და სამჯერ და ოთხჯერ მეტია ვიდრე სხვა პიკაპები ამ ფასის დიაპაზონში ხოლო თუ ავიღებთ ელექტრო პიკაპებს ნუ კონკურენტი საერთოდ არ არსებობს ამ მანქანას პირდაპირ ვიძახი გაყიდვებში თორე გემოვნებაში იცოცხლეს ზოგს ერთი მოწონს ზოგს მეორე მოგეთ რო არ მოგაბეზროთ თავი ეხა იმდენი ვილაპარაკეთ კარგი ადგილი შევარჩიოთ ჩვენ რო გვევასება ისე წყნარად და გაყიდვებზეც ვილაპარაკეთ ილონას რო ენძრევა მაგაზას ვილაპარაკებ ენძრევა იმენა გაკოტრდა საწყალი ბიჭები ეხა უხეში პრომოკოდით უგროვეთ ფულს რო ჩაურიცხოთ ილონას გავჩერდეთ და ვილაპარაკოთ და ბოლოს გეტყვით რას ფიქრობ ამ მანქანაზე მომწონს თუ არ მომწონს ჩვენ უცხო პლანეტელ ბრატებსაც დავხვდებით UFO-თი ჩამოფრინდებიან, აქ დაждდებიან და ცოტა ხანი სანამ ჩამოვიდეთ ჩვენ ისე ჩვენ Cybertruck-ზე ვილაპარაკეთ. მოკლედ დასასრულისკენ მივდივართ, მაგრამ ჯერ სანამ დავასრულოთ სპეციალურად Model X-იც მოვიყვანეთ, რომ შეადაროთ ეს ორი ავტომობილი ზომაში ერთმანეთს და გეტყვით რატომ უნდა შევადაროთ ეს ორი ავტომობილი ზომაში ერთმანეთს. სანამ Cybertruck-ი გამოვიდოდა, სანამ შემოგვიგორებდა ილონა Model X იყო ყველაზე დიდი ვერსია Tesla-ს. ანუ Tesla-ს მოდელებში, ხაზებში რაც გამოსულა სხვადასხვა ვერსიები, Model X იყო ყველაზე დიდი Tesla. მაგრამ როგორც კი Cybertruck-ი შემოაგორეს, ხვდებით რომ არც თუ ისე დიდი აღარ არის. რო შევადაროთ, სად მთავრდება Model X-ის ტრაკი და სად მთავრდება Cybertruck-ის ტრაკი. ხო, ნუ საკმაოდ გრძელია, რა თქმა უნდა, სიმაღლეშიც უფრო დიდია. ნუ მანქანა ეხა ბევრად განიერია, გრძელია, მაღალია. ნუ ამას ლაპარაკიც არ უნდა სპეციალურად კადრში გამოვაჩინეთ ორივე მანქანა, რომ თქვენს გენახათ და შეგედარებინათ. ნუ მე შუაში დავდგები აქ. პლუს მაგას ცოტა სალონზე წუწუნებდი, აი, რამოდენიმე დღე ამ მანქანას ვიღებთ, აი, რაღაცა მაკლია სალონში. სულ ვიძახდი, ერთმანეთში ვლაპარაკობდით, იქაც ვიძახდი და ეხა მინდა განახოთ რა მაკლია. ანუ ამ მანქანაში Model X-ში ეხა ამის ქებადიდება არ არის. უბრალოდ გეტყვით რომ რა სხვაობა არის ერთმანეთში და რა მაკლია Cybertruck-ში. თუნდაც აი ეს მეორე მონიტორი რო აქვს შუაში, ანუ ისევ იმ განცდას მიქმნის რა, რასაც მიჩვეულები ვართ სულ, რომ აი რაღაც ჩვეულებრივ მანქანაში ვждები, თავარი მაჩვენებლების დაფა უნდა იყოს აქ, მერე გვერდზე გაქვს მონიტორი და ნუ ასე შემდეგ გრძელდება. ასევე ბარი, აი რასაც ვიძახთ, იქ რომ არა აქვს, აი აქ რო სიცარიელი აქვს იქ. და უბრალოდ ჩემთვის რო ზიხარ და აი სუსიცარიელეში რო ხარ იქ რაღაცა გეგონება სადღაც სხვა განზომილებაში მოხვდი და მარტო შე რო ხარ Model X-ში სხვათა შორის ეგრე არ არის. აი Model X-ის სალონი ან მიმსგავსებული რო ქონოდა ამას, ანუ აქ მონიტორით და რაღაც სათავსოებით, ბევრად კარგი იქნებოდა და ბევრად გამისწორდებოდა მე პირადად. ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ვფიქრობ რომ რაღაცეები მაკლია ამის სალონში, მაინც მაკლია. ეხლა გადავიდეთ დასკვნით ეტაპზე. რას ფიქრობ ამ მანქანაზე, როგორ შევაფასებდი, ეგ ყველაფერი ვქენით, როგორ შევაფასებდი და რავი, ვიყიდიდი თუ არა, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა. Test drive-ის ბოლოს მე რას ვიზავდი, შევიძენდი თუ არა. მოდი დავიწყოთ იმით, ცოტა ობიექტურად რო შევხედოთ, ცივი გონებით რო შევხედოთ, აი ადამიანი მოვიდა რაღაცა მანქანებში ერკვევა და აი ამ მანქანას შეხედა. Okay, motherfucker. არანაირ დიზაინი ამ მანქანას არ გააჩნია. ნუ არაფერი არ გააჩნია, ბავშვის ნაჯღაპნი არის. ჩვეულებრივი, აი საბავშვო ბაღში მანქანებს რო ხატავენ ხოლმე პატარა ბავშვები, ბიჭები, ზუსტად ეგეთი დახატული მანქანაა. ინტერიერში არაფერი არ ხდება. არაფერი ნუ ისეთი ინოვაციური არ არის იქ. აი არც ერთი მანქანის გაგრძელება არ არის ეს ავტომობილი. აი რომ მიყვერო ეს განვითარება ავტომობილებს მოდიოდა ძველი რეტრო სტილიდან, ეს მოყოლებული მოდიოდა მე თანამედროვე სტილი და აი მომმავლი სტილი. ანუ არაფერში არ წერია. აი უბრალოდ
დიდი ძვირიანი მაცივარია. ეხლა შევხედოთ მეორე მხარეს და მონეტას ორი მხარი აქვსო, ერთმა ჩემმა ბრძენმა მეგობარმა თქვა და ეგ ჩაწერილი მაქვს იქ რა. სუბიექტურად რო შევხედოთ, ეხლა აი მე პირადად რო შევხედო, მეორე მხრიდან უყურებ რა, ეს აი რაღაცა თუ არის მეორე ბნელი მხარიდან უყურებ ეხლა. მთელი მუღამი ამ მანქანის პრეზენტაციაც და შექმნაც და იდეას და ყველაფერი არის ისო ზუსტად ესეთი უნდა ყოფილიყო. აი ზუსტად ესეთი უნდა ყოფილიყო. ანუ ილონას უნდა რომ ყოფილიყო განსხვავებული მანქანა. თავისი ბავშვობის და სხვა ბავშვების ოცნება იმ დაჯღაბნილი ფურსლიდან გადმოიტანა რეალობაში. ეს მანქანა ან გიყვარდება ეგრე, ან უბრალოდ პირველი ვერსია აქვს, ობიექტურად რომ შევაფასოთ და სხვა მანქანას გადავხედოთ, იმათ ფონზე, ნუ მაშინ ეს შეგზიზღდება პირდაპირ ვიძახი. ერთადერთი მე პირადად ჩემი აზრია, აი ნამდვილ მინუსს რასაც დაუწერდი, ჩემი გადმოსახედიდან არის ის, რომ როგორც გვირეკლამებდა ჩვენი ილონა და რევსაც გვთავაზობდა ამ მანქანაში, იმებში არის ცოტა იმედგაცრუება. ნუ მე ვთვლი, როგორც პიკაპის დანიშნულებით იმედგაცრუება. ნუ ამ მანქანას ახლა არც ერთი ჭკუადმყოფი არ იყიდის იმისთვის, რომ რაღაცები პრინციპი ჩააბა, იმიტომ ეგრევე გაგინახევრებს რეინჯს, თუნდაც იმიტომ რომ ახლა აი ამაზე რომ ჩავაბა მე პრინციპი ზევიდან მანქანა დავდო, ან რა ვიცი, ქაქი ვატარო, ის რეინჯი გამინახევდა 500 კილომეტრიდან გავივლი, ავი 300, 250-ს გავივლი. ნუ მაგაში მინუსი. მეორე, როგორც პიკაპი რო ავიღოთ, სხვა პიკაპებს ჩვეულებრივ სტანდარტულ პიკაპებს, რა თქმა უნდა, უფრო დიდი საბარგულები აქვს. და სხვათა შორის იმესაც დიდად პიკაპის დანიშნულებით აღარ ყიდულობენ. მაგის სტატისტიკას უყურებდი და ეს პიკაპები ნელ-ნელა პატარავდება. უბრალოდ ხალხს მოწონს ეგეთი დიზაინის მქონე ავტომობილთა. აი პიკაპის დანიშნულებისთვის ძალიან ცოტა მანქანა იყიდება. მაგიტომაც არის SRT-საც და F-150 Raptor-საც ეს პიკაპები ნელ-ნელა უპატარავდება. ნუ დიდი ვერსიები არსებობს, არა ესეთი სპორტულები, მაგრამ ეგ ყველაფერი პატარავდება. იმედგაცრუება არის მაგაში. სხვა დანარჩენი ხა რა გითხრა, დიდი განსხვავებული საღადაო კარგი მანქანა. ჩემი აზრით, რა ყურადღებასაც ეს მანქანა იწვევდა ხალხის თვალში, აი ხალხის რეაქციები უნდა გენახს. სადაც გავჩერ, ნუ ბავშვები ხო აი გიჟდები. მარტო მაგიტო ვიყიდიდი, რომ ბავშვები გამეხარებინა. აი სადაც გავჩერდი, ბავშვებმა ტელეფონი და ხელების ქნევა და აი სახეები გახარებული რომ ეტყობათ და ნუ არ სასწაულია. ყურადღებას იქცევს, არ ესეთ ყურადღებას არც ერთი მანქანა არ იცევს. არ მიუქცევია ყოველ შემთხვევაში ჩვენაც გადავიღეთ, ჩვენი პირადი მანქანები არ იქცევს ეგეთ ყურადღებას, როგორი ყურადღებას მიიქცია ამ მანქანამ. დიდი, პატარა, ქალი, კაცი რავი, უცხოპლანეტელი, რავი, ძაღლი, კატა ყველა უყურებდა ამ მანქანას. სასწაული იყო. დღეს ერთ-ორჯერ ჩვენ შეგვეშალა სახელი, ანუ Cybertruck-ის, მაგრამ Cyberpunk-ი დაუძახეთ. ანუ ვინმეს თუ გაქვთ ეგ თამაში, ნათამაშები, ან თუ იცით. ეგ თამაშია მომავალზე ციფრული სამყარო. ჩვენ როგორც წარმოგვიდგენია, ყველაფერი ციფრულია და ჰოლოგრამები და რაღაცა კიბორგები. სხვათა შორის მაგ მომავალს უახლოვდებით. თუმცა ილონამ დაასრო და მაინც 50 წლით, ალბათ 100 წლით ადრე შემოგთავაზა და შემოგვიგორა ეს მანქანა. ზუსტად იმ თამაში არის ესეთი ავტომობილები გამოგონილი, რა თქმა უნდა, გადაკეთებული, რომლებიც გავს აი ამ მანქანას. საერთოდ სხვა დიზაინით ელექტროავტომობილები და რაღაც ზედმეტი რაღაცები რო გაკეთებული, ჯერ არ ვიცით რისთვისაა. რაღაცა ეგეთ სამყაროში მიგვაქანებს ეს მანქანა და ძალიან უხდება ეგეთ სივრცეს. ნუ არ უხდება ეხა რა ვიცი დაანგრეულ ადგილებში ჩვეულებრივ სამყარო შეიძლება არ უხდება და ზედმეტად ადრე იყო ამ მანქანის გამოჩენა და შექმნა, მაგრამ რეალურად რო დაფიქრდე, ჩემს უკან უზარმაზარი კორპუსი ოიდგეს, თავისი ნეონებით, გარედან ჰოლოგრამით შექმნილი რეკლამები, ხალხი საერთოდ სხვა სტილზე ჩაცმულიც, ერთი თვალის მაგრივად კამერა რო უყენია, ეს მანქანა იქნებოდა იდეალური მაგ სამყაროსთვის. და კიდევ ერთი ილონამ ამ მანქანით გადმოგვცა ის, რომ თავისი პატარაობა და თავისი ოცნებები ხო გააგვიძა და რეალურად შენს გიღვიძებს ზუსტად აი მაგ ოცნებებს, აი ბავშვურ ოცნებებს პატარაობაში რო იხსენებ, რომ რაღაც მანქანები როგორ წარმოგედგინა და ფილმებიდან გამომდინარე რო ფიქრობდი, რომ აი მერე მომავალში მანქანები იფრენენო, ზუსტად ეგეთი სამყაროსთვის არის შექმნილი ეს ავტომობილი და რა თქმა უნდა დაბერებას ყოველთვის მოვასწრებთ და მიხარია ესეთი მანქანები, რომლებიც აი მაგის განცდას მიბრუნებს და მანიჭებს და მახსენებს, რომ ოდესღაც მე პატარა ვიყავი და მეც ეგრე წარმომედგინა სამყარო. აი ზუსტად მაგაშია ჩემი სუბიექტური აზრი, რომ მე პირადად აი იმ კითხვაზე პასუხს გაგცემთ ეხლა ძალიან მარტივად და მოკლედ. შეიძენდი თუ არა ამ მანქანას, მიუხედავად იმისა, რომ არაფრისთვის არ გამოდგება ეს მანქანა, აი უეჭველი შევიდა, არც დავფიქრდებოდი ეგრე ვიყიდიდი ამ მანქანას, თუნდაც იმიტომ, რომ
გამახარა ამ მანქანამ და ვიხალისე ამ ტესტ-დრაივის გადაღების დროს. ეს მანქანაც იყიდება და სიმართლე გითხრათ, მეც დამაფიქრა ყიდვამ ამ მანქანის, რომ გავიარე და ეს ვიდეო რომ გადავიღეთ ტესტ-დრაივი, იმიტომ რომ ამდენი ემოცია მომანიჭა, კი ბატონო ძვირი ანიმაციარია, აი ბაზარი არა. ანუ არავისგან არ მეწყინება ცუდი კომენტარები ამ მანქანასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მართლა ეგრეა, ორად იყოფა ხალხის აზრი, ვისაც უყვარს და ვისაც ეზიზღება. აი არავის არ განგჯით, ზუსტად ეგრე, იმიტომ თავიდან მეს ეგრე ვიყავი. თუმცა ტესტ-დრაივი რო გადავიღეთ და ეხლა უკვე დასასრულისკენ ძალიან მომეწონა. ეს მანქანაც იყიდება, ვინმეს ესეთივე მანქანის ადგილზე ყიდვა თუ არ გინდათ, ან კონკრეტულად ამ მანქანის ადგილზე ყიდვა თუ არ გინდათ და თქვენ გინდათ ჩამოყვანა ამერიკიდან, იცით ვის უნდა მიმართოთ კავკასიოს ავტოს, შეგარჩევინებენ და ჩამოიყვან და თქვენი გახდება Cybertruck და მე თქვენც გააღვიძებთ ქვეში პატარა ბავშვს, რომელიც ერთდროს ესეთ ავტომობილებს ფურცელზე ხატავდა. და ბოლოს მაინც მინდა ერთი რაღაცით, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტით დავაგვირგვინო ეს ვიდეო. მოგეთ, დიდი ხნის წინ, 3 წლის წინ გადავიღეთ ჩვენ Model X-ი და იქ ერთ-ერთი მონაკვეთი იყო, როდესაც მე ვამბობდი, რომ აი ტესლაზე იყო საუბარი რა. რომ ტესლა ამ გაყიდვებში კარგად მიდის, თავი კარგად უჭირავს, ტაიკანზე ვილაპარაკე, რომ აი შესეს და ზოგადად დღემდე მაგას ლაპარაკობენ, რომ აი ტესლა დღეს გაკოტრდება, ხვალ გაკოტრდება. აუ, იმას დაენძრა ილონას, всё, ბოლო თვეები აქვს დათვლილი, всё დაავარდა ქვევით მოდის მაგის გაყიდვები, რაღაც კოტრდება და ნუ ერთი სიტყვით, მაგ შორტიც დავდეთ და შორტს აქვს 300,000 ნახვა. ანუ 300,000 ნახვა და უამრავი კომენტარები წერია და ასე შემდეგ. აქვე ვიძახი არავის არ ეგონოს ან ტესლას ფანი ვარ ან ილონაზე რავი გიждები ან ასე შემდეგ. ანუ არაფერი მსგავსი, უბრალოდ ფაქტები რჩება, ფაქტება და როდესაც რაღაცას ვიძახი, მე ვცდილობ ხოლმე რომ სტატისტიკიდან გამომდინარე, სტატისტიკაზე დაყრდნობით ვილაპარაკო და ჩემი სიტყვები გავამყარო ფაქტებით. თქვენც ჩემსავით მარტივად შეგიძლიათ Google-ში გადაამოწმოთ ილონას მდგომარეობა. ენძრევა ილონას თუ არა? არა, ილონას თუ არ ენძრევა, ვიცით, მაგრამ ზოგადად კომპანიას ეგ თქვი. ტესლას კაპიტალიზაცია გაიზარდა 1,280 მილიარდამდე ავიდა. ანუ ეგეთი კომპანია, ანუ მაგ ფასით მანქანებს არ არსებობს. მაგრამ მოდი ახლა Toyota ვიღაცას უეჭველი გაიფიქრე, Toyota-ს ტოპში იყო ხოლმე, პირველი იყო ხოლმე, სანამ ტესლა შემოვიდოდა. Toyota-ს არის 300 მილიარდი. ამიტომ შეგახსენეთ, ჭკვიანის სახით ხ***ებს რო გიყვებიან ხოლმე, ყველას ნუენდობით. მე ვარ გიორგი სარიშვილი, ეს იყო უხეში ტესტ-დრაივი, ჩვენი სტუმარი იყო Tesla Cybertruck-ი. დროებით მომავალ ვიდეომდე. მომეთ ყურს ვეღარ გზნობ შეჩემა. ეხლა დროა მონაცემებზე ვისაუბროთ, ავხვდი ასევე თრაი მოტორი. აუ იმენა ქართულად ვილაპარაკობ, ინგლისურად სიტყვას იძახი მაგარი ყობა. კანადა ვთქვა ჩემი ორი თავი არა მაქვს. არ ვიცი ზუსტად ფაქტები. 120 ამაში შეგადახდი. ვირო? პლუს მაგას იმენა. 1 2 3 რა დაკაწრულია ეგ შენ გული დაგარტყავდა ეს რო გენახა შენ მანქანავე ეგა მორჩა ტესტ-დრაივი წავედით სახლში